ხშირად შემოდის შეკითხვა პირადში და ისედაც ყველაზე ხშირი შეკითხვა არის აქვს თუ არა ჩვენს ურთიერთობას მომავალი. აქვს თუ არა ჩვენს ურთიერთობას მომავალი და მოდით დავსვათ ეს შეკითხვა და ვნახოთ იმდენად რამდენადაც საჯარო გაშლაში შეიძლება მივიღოთ ამაზე პასუხი. დაფიქრდით, იფიქრეთ იმ ადამიანზე, ვიზეც გაინტერესებთ თქვენს ურთიერთობას რა ელის და მოდით დავსვათ კითხვა. როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? სავარაუდოდ აქ რაღაცა კრიზისი იყო, რაღაცა კრიზისი სრულდება, ან უკვე დასრულდა და სახავს რომ ურთიერთობა შეიძლება ჩიხში შევიდა. ერთ-ერთი თქვენგანი ძალიან დაიღალა და იმედგაცრუებულიც არის, რაღაც გარკვეული სიცარიელიც აქვს მას და ნიშნავს ეს, რომ ძველი ფორმით ეს ურთიერთობა ვერ გაგრძელდება. რაღაცა სიახლე უნდა მოხდეს. შეიძლება ისეთ მომენტში მოხდეს ეს გარდაქმნა, რომ საერთოდ არ ელოდეთ, მაგრამ აი ამ წუთას ახლა ახალი და რაღაცა წერტილი ჩნდება, ახალი დაბადება ურთიერთობაში უნდა მოხდეს, იმიტომ რომ აქ არის სიმპათია, ინტერესი, მიზიდულობაც არის, მაგრამ არც ერთ თქვენგანს არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული რა უნდა და როგორ უნდა ამ კავშირში, რა ჭირდება რეალურად. გრძნობები თითქოს არის, მაგრამ პასუხისგებლობა და ერთგვარი სიცხადე აკლია ეს ჩამოყალიბებული ურთიერთობები თითქოს არ არის ბოლომდე მიუხედავად ყველაფრისა. და აქ ნახეთ როგორი მომენტია, რაღაცა არის ცოტა დაპირისპირება, თავდაცვა ურთიერთობაში, რა პოზიციებს იცავთ თქვენსას. ამ პირველი ხაზით ხო ჩანს რომ ფორმით როგორც ახლა არის ურთიერთობაში, როგორც ახლა ვითარდება, დიდი პერსპექტივა ამ ურთიერთობას არ ექნება თუ ორივე პარტნიორი მზად არ იქნება შეცვალოს თავისი დამოკიდებულება და ახალ ეტაპზე არ გადავა ახალი ენერგიით. ეს შესაძლებელია მოხდეს, ამიტომ მოდით ვნახოთ რას გვაჩვენებს ტარო ამაზე. გზით შეიძლება შეიცვალოს და საერთოდ შესაძლებელია თუ არა მოხდეს ეს ცვლილება და კი ბატონო შესაძლებელია, იმიტომ რომ აქ უკვე ჩანს ნახეთ სავსებით შესაძლებელია მარტივი არ იქნება და მშვიდი ეს ურთიერთობა ეხლა ესე ჩანს, მაგრამ ურთიერთობა შეუძლია კონდეს სტაბილური და სერიოზული მომავალი, შეიძლება გადაიყვანოთ რეალურ პარტნიორობაში და რაღაცა საერთო მყარი საფუძველი ნამდვილად აქვს ამ კავშირს. ეს მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობილი კავშირი არ იქნება, რაღაცა პრაქტიკულ და მიწიერ ამბავზეც იქნება დაყრდნობილი, იცით, არის ეს მომენტი და შესაძლოა ადამიანი, რომელიც ახლა არ ჩანს, გამოჩნდეს აქტიური ნაბიჯებით მოვიდეს, რაღაცა ემოციებით მოვიდეს. შეიძლება ამ წუთას არ იყოს ეს სტაბილური ნაბიჯი, მაგრამ სურვილი ძლიერი ექნება. ეს დაცვითი პოზიცია მაინც გაქვთ რომელიღაცა თქვენგანს ამ კავშირში. სტაბილურობისკენ მიმავალი გზაც არ იქნება იოლი, მოთმინება გჭირდებათ, ძალა, საკუთარი საზღვრები, აი ცოტა ესე ჯანსაღად დაიცავით. მოკლე რეზუმე რო გავაკეთოთ, თუ ახლა არსებულ კრიზისს გადალახავთ, თქვენს ურთიერთობას აქვს სერიოზული, მყარი და პერსპექტიული მომავალი, ოჯახური ენერგიით, მაგრამ ამისკენ გზა მარტივი არ იქნება და ორივესგან მოითხოვს ზრდას და გულწრფელობას.